ნაზარ ბუთხუზე, მე-14 სოსო გოგნაძე, 13 ვლადიმერ თავაქარაშვილი გუნდის კაპიტანი, 28 ნომრით გიორგი ადამია, 38 აიზია ადო ანკრა, მთავარმშობელი დავით როგავა. რაც შეეხება თესეუს 2 ნომრით ნიკოლას ბრენგანი, მესამე ნომრით ნიკოლას კორდაძე, ნომრით გიორგი ცინცაძე გუნდის კაპიტანი, 11 გიორგი ტურძილაძე, 12 გიორგი კოპაძე, 14 ნომრით ნიკა ლეონიძე, 15 ალისა მათევაძე. საჯებზე თქვათ კირილე თვაური, ავთანდილ კუხიანიძე და მარინა შავამბერიძე უძრებიან გოლს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ რაში დაიქოქა მეორე წრეში. ძალიან ანგარიშგასაწ ცენტრმა გორელთა. აბა ბექაურის მორიგი სამიანი ესე ზუსტია. და გატყდეს პირველივე მეოთხედში ივერიონი. ეს კარგს არაფერს უხდის. ლუისი თავაქარაშვილის სამიანი და ზუსტია. შედეს თითქოს გამოტანა პასი ცინცაძეზე, აქ რა ხდება ბრძოლა ბურთისთვის, ისევ თესეუს რჩება და ბექაური. ურდილაძე მიეხმარა ამოსულია ისიც სამწამიანიდან ცინცაძე. ნავა მილერი რას მოიფიქრებს ვესტი მოძებნა, ვესტი ზუსტია. გაათანაბრა 29 აქვს ამ მეოთხედში თესეუს არა და როგორ შედეგიანად დაიწყეს აქ უკვე ოჩაღობს ძალიან დღევანდელ შეხვედრაში. თავაქარაშვილი სამიანი ჩაო. ლუისი უკანაბიჯით ორქულიანი ესროლა ვერ ჩავდო ვესტი. 10 ქულით იგებდა? კი, 10 ქულით იგებდა. ნამდვილად იყო ეს ეპიზოდიც და ეს მომენტიც. აბა უგრეხელიძეს შორეული ჩასვა. რომელიც აქედანვე პოზიციურ ხასიათს ატარებს. და აბა ანკრა. მილერი. ანკრა. კიდევ. რატომაც არა? მარტრიკტი, ბერიშვილი, მარტო-მარტოა ცინცაძე. ესროლა ჩააგდო. ის ფორა 63-62 მილერი ბურთით. ცინცაძე ეთამაშება, შევიდა მილერი, გადაუშვა პარაშუტი ვერა, მაგრამ პოზიციური შეტევა თესეუსი ბერიშვილის ცინცაძე ძალიან შორიდან აჩვენა თითქოს ესრო და აი ახლა გაუშვა და ამჯერად ჩააგდო ლუისმა და ის განავითარებს ახლა ივერიონის იერიშს. ლუისი უგრეხელიძე სამქულიანი ჩააგდო. წაუკრა ბუცე ხელი. აბა ლუისი. მქულიანი ესროლა ჩასვა და წუჩესვენება ლუისი. უგრეხელიძე სამქულიანი ესროლა ჩააგდო და უფლებას აუშვა. ადრიკმა ვერ ჩააგდო და ივერიონმა იზეიმა გამარჯვება. ძალიან რთულ დაძაბულ შეხვედრაში. ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. ძალიან მაგარი მატჩი ვიხილეთ.